რამდენჯერ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ აღარ მივიდოდა პოდკასტში სტუმრად. დავპატიჟე ბიჭი, რომელსაც ვეპრანჭები. იქ რო ვინმეს კამერა ქონოდა, რა რეალიც აუ, გადაიღებდა. მაგარი სად იყო კამერა კი არა? მე ამოვქექე ვიდეო. ეხლა გინდა დამიჭირონ? შინდლერის სია, ლეგენდარული ფილმი. რაც უნდა მე მეთამაშა, ამას რას უზავ, ამას რას უზავ. ღვთისმშობელს თამაშობ? And what have you brought, oh wise men of Jerusalem? ესეთი ძარღვიანი სიცილი ქართულ კინოში სხვა არც ერთ ქალმსახიობს არ ქონია. მანამდე ყველა ამბობდა, რომ ცხენივით იცინისო. აი, უნდა გაკომპლექსებდნენ. მე გადავთვალე ხა ისე კი არ ვამბობ. ეს ამოჭერებ. აი მე მაქვს აქ რვეული შენი. როცა ამ ფილმში ვერ მოხვდი, იჩივლა პროდიუსერთან რატო უხდით ამდენს ფარულავას? იქ ვლინდება შენი ყველა დემონი. რა ფულის მონობა გაგვიხდა კაცო? რა სირცხვილია? სკანდალური. რა შეჩემავ სკანდალი თუ გინდა უკაცრავად, აბა ეხა რა გავაკეთო? მე მინდა კითხო იმ ტრამვაზე. ძალიან დამანგრეველია. გოგო რომ მოწონს და ამას რო აკვირდება. მე მაშინ აი დავიშალე მარტივ მომრავლებად. რამხელა აღიარება პირველი პოდკასტისთვის. მოსულიყავი გეთქვა. დავალება მიღებულია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ პოდკასტ შანტრაპა. მე ზაკ მირიანაშვილი ვარ და პირველი ადამიანი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ ამ ფორმატში. მას ყველა იცნობს და თითქოს არაფერი არ არის ახალი მის შესახებ. 45 წელზე მეტია, რაც ის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და თვითონ ეს თარიღი გვეუბნება იმას, რომ და თან ყოველთვის იყო რეიტინგების სათავეში, ამიტომ აი რაღა უნდა იყოს უცნობი მასზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქიატრიულშიც კი მუშაობდა. მისი სახე რობერტ დე ნირომ გამოიყენა უკვე გადაღებული ფილმის პოსტერად, იმდენად მოეწონა და ფილმში ვეღარ მოხერხდა. მისი თვალები. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას 10 წლების განმავლობაში ყავდა თავისი მაყურებელი. დღეს ჯენზი მას ხშირად უწოდებს ხოლმე Slay Queens და ამ თანამედროვე ტერმინოლოგიაში მას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ არსებობენ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, რომლისთვისაც ის ასოცირდება ველურ სილამაზესთან, იმ როლებთან, რომლებიც მან ქართულ კინოში შექმნა. მოსაყოლი ძალიან ბევრია, ის არ ჩერდება და ეს 10 წლეულებად შეგვიძლია დავყოთ მისი საქმიანობა სხვადასხვა სფეროში. ბოლო დროს კი მნიშვნელოვანი ამპლუა, რაც აქვს არის ეს, რომ ის ქმნის სამკაულს, ამულეტს, რომელსაც სხვა ვიბრაციაში გადაყავს ადამიანების ცხოვრება და იღებს უამრავ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ადამიანებს რაც უნდოდათ და რაღაცნაირად ვერ გადიოდნენ იმ სიხშირეზე, თუ სწორად ვამბობ, აი ამ საკრალური ამულეტის ტარების შემდეგ მათ პრობლემები მოუგვარდათ და წინ წავიდნენ. მოკლედ, ერთადერთი და განუმეორებელი ქალბატონი ია ფარულავა და სანამ პირველ სიტყვას ვათქვენებ, უნდა ვთქვა ისიც, რომ რამდენჯერ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ აღარ მივიდოდა პოდკასტში სტუმრად, არ გამოჩნდებოდა, მაგრამ დაუშვა ეს გამონაკლისი და მადლიერი ვარ. ზაკ, გილოცავ შენს პირველ პოდკასტს შანტრაპას. ეს ძალიან მაგარი სახელია, მე მომწონს, მახსენდება, მე მგონი იოსელიანის ფილმი, ხო, ფილმიდან. ხო და გილოცავ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ გახდი ძალიან პოპულარული ჟურნალისტი, არაერთი საინტერესო რუბრიკა გააცანი ჩვენს მაყურებელს და მიხარია ის და უარსაც ვერ გეტყოდი, იმიტომ რომ დღეს უკვე ხარ გენაცვალე ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი და გინდა კანის ფესტივალი, გინდა ეს ბერლინის ბიენალე გინდა თუ რა ვიცი ვენეციის ფესტივალი, აწი შეუნა გთხოვო თუ იქნება წამიყვანო ჩამიწყო ზაკ. შენი ჭირი მე მალე ოსკარებზეც მენახე. შენ სხვა შორის იმ ადამიანებს შორის ხარ, ვისაც ოსკარი ლაივშიც გააქვს. კი, რა თქმა უნდა, დიდი არაფერი, ჩემო კარგო არავის არაფერი აღარ უკვირს ამ ბოლო დროს, ისე შეიცვალა ადამიანების ცნობიერება. ეხა ყველას გვიკვირს ადამიანის კარგი განწყობა, გვიკვირს რომ ვაიმე რა მაღალ სიხშირეზეა ეს ადამიანი, რა კარგად არის და თუნდაც ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვინც არის ჩვენს ვისაც ვიცნობთ, ნადირობენ ესეთ ენერგიებზე. ამაზე ეხა კიდე ცალკე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, უფრო ეზოთერული პოდკასტი თუ გექნება. ამიტომ მე მიხარია რომ ვარ შენი პირველი სტუმარი, მე კაი ფეხი მაქვს, მინდა გითხრა პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით. პირდაპირ თუ კი რამე დიდი პროექტი დაწყებულა საქართველოს ტელევიზიაზე, მათ შორის პროფილი გინდა თუ რა ვიცი, აი მაშინ ღამის შოუ იყო და დათოს მიყავდა გოგი ჩაიშვილს თუ კაცების შოუ
მოკლედ ყველგან პირველი მე ვიყავი. მადლობა ყველაფრისთვის და ამ ხარდაჭერისთვის. რითიც მინდა შენთან საუბარი დავიწყო არის ის, რომ მე ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც შენთან ერთად სწავლობდნენ მაგალითად თეატრალურ ინსტიტუტში და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ამ ადამიანებს აუღნიშნავ ჩემს შესახებ, რომ ია არავის არ გავდა იმ 80-იანების სინამდვილეში, როცა იყავი ინსტიტუტის სტუმარი, არავის არ სტუდენტი, არავის არ ბაძავდა იყო, რაღაცნაირი თვითნაბადი და ორიგინალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადმოსახედიდან 40 წლის წინ, ხო? აი, რა იყო თავარი თვისება, როგორ გგონია შენი აი ამ ამოვარდნილობის იმ საბჭოთა სინამდვილიდან, რაზეც დაშენდა მერე თვისებები? პირველ რიგში ეს იყო გარეგნობა, რომელიც არ იყო სტერეოტიპული ქართული გარეგნობა, ძალიან გავდია ესე იგი რაღაცა ესმერალდა, რაღაცა ფლამენკო, ცოტა ისეთი ანდალუზია, კარმენი, აი ესეთი შესახედო განსაკუთრებით თუ კიდე წავიდოდი ზღვაზე დასასვენებლად და ჩამოვიდოდი სექტემბერში გარუჯული ხო სუმთლად, მარტო კბილები ანათებდა და სწორედ ეს განსაკუთრებული გარეგნობა იპყრობდა პირველ რიგში ყურადღებას. მეორე რიგში ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი, არ ვჯდებოდი ჩარჩოებში, ეხლა ეს ხასიათი რატომ მქონდა ესეთი არ ვიცი, მაგრამ მაინც ხელოვანის ოჯახში გაზრდილი ვიყავი, მამა მოქანდაკე და ხშირად ვსტუმრობდი მამის სახელოსნოს და იქ უყურებდი ამ ქანდაკებებს და აი ამ შიშველ ნატურებს და ასე შემდეგ და ესე მუსიკა, ვთქვათ, კლასიკური მუსიკა და მოკლედ არ უგავდი არავის, მაგრამ შენ წარმოიდგინე, მე მაშინ მაგას ვერ გრძნობდი, რომ ვიყავი რაღაცა განსაკუთრებული. ეს მერე მეუბნებოდა, აი შენ ინსტიტუტში ერთხელ დაგინახე ამ შენი ხუჯუჯა თმები და რა ლამაზი იყავი და ფიქრობ, კაცო, მოსულიყავი, გეთქვა. გეთქვა რომ ლამაზი იყავი, გეთქვა რომ ია განსაკუთრებული ხარ. არა, არავინ არაფერს არ მეუნებოდა. სამწუხაროდ აი ამ ჩემ თავისუფლებას და აი ამ ჩემ რაღაცა საოცარ აი ანიმა მუნდისი ვიყავი, რასაც ქვია, ძალიან ცუდად შეეჩეხა პირველი ქორწინება, სადაც ფაქტიურად იყო მცდელობა ჩემი ფრთების მოკვეთის, ანუ ჩემი პირველი გამოცდა დაიწყო მაგედან. გამოცდები მანამდეც ჰქონდა ბავშვობაში და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა იყო და აბა ვინ მაჯობებს? მე თუ ტრადიციული ქართული ოჯახური კლანი, რომელიც მთხოვდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტიდან გამოიტანეს საბუთები და უნდა შევიტანოთ სამედიცინოზე ვეუბნები, სამედიცინოზე არც ფიზიკა ვიცი, არც ქიმია ვიცი, არც მათემატიკა არ არის პრობლემა, ჩვენ მოვაგვარებთ და მე ხა რომელიც ვიყავი მიშა თუმანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი, მისი უსაყვარლესი სტუდენტი და ხუთიანი მივიღე მისაღებ გამოცდაზე, რა ვარი იყო ხა საბუთების გამოტანა და გადატანა იმაზე, რა ქვია, სამედიცინოზე. აი კინო და ეს თეატრალური ინსტიტუტი ერთმანეთთან მოდიოდა წინააღმდეგობაში, ვთქვათ. მე ხომ სამსახიობო ხელოვნებაში კინოდან მოვედი. მე არ მინდოდა მსახიობობა, რო გითხრათ, მე რო გითხრა, რომ ძალიან მაგარი მსახიობი ვარ, აი რასაც ქვია, რომ მსახიობი გარდა სახვა და იქ როცა დაგჭირდება, რომ უნდა იტირო, ესე არა ვარ, მე ძალიან უფრთხილდები ჩემ ემოციებს. ხო მაგარი რამეა. ამიტომ მე დიდად არ მინდოდა ეს სახე, მაგრამ მამა ჩემის დაჟინებული თხოვნა იყო ეს. იმის მერე რაც 11 წლის ასაკში პირველად გადაგიღეს ფილმში გადამიღეს და მამა ჩემ არა შენ და ესე იცი როგორ ჩავაბარე, ჩემო მშობლებმა არც იცოდნენ. ჩეხეთში იყვნენ, ჩეხოსლოვაკია იყო მაშინ, კარლოვი ვარში ისოდენ და მე ავდექ საბუთები შევიტან და ჩავაბარე. და მოხდი მოხდი პირველ კურსზე ხუთიანი მიიღე მარტო შენ და მერე უკვე კინომსახიობთა თეატრშიც გააგრძელე, თუმცა აქ იყო კიდე ერთი წინააღმდეგობა კინოში გადაგიღეს, ხო და იცი რა, მე პარალელურად სუმიღებდნენ ფილმებში, ის იყო რა ქვია, ეს ფესვები იყო თუ ეს მოლოდინი თუ რაღაც რა ქვია, მოახლოება თუ ასე შემდეგ და საშა რეხვიაშვილის კი ხო, ბევრი ფილმები და უცებ ჩვენ წავედით მთელი რაღაცა ესეთი ნარჩევი ახალგაზრდები გოგი ლევაშოვ თუმანიშვილმა ღმერთმა აცხონოს წაგვიყვანა გემ გრუზიაზე. გრუზია ერქვა იმ გემს რა უქნა გენაცვალე საქართველო, ანუ იქ მიდიოდა 87 წელს საერთაშორისო
ტელეფილმების ფესტივალი, სადაც იყვნენ ჩამოსულები ცნობილი პროდიუსერები, რეჟისორები ყველა ქვეყნიდან. იტალია, ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ასე შემდეგ და გემი იღებდა სათავეს ბათუმიდან, მიდიოდა შავი ზღვა, ნოვოროსისკი, სოჩი, ისა და ბრუნდებოდა სოხუმში. და აი ამ გემზე მე ვიყავი როგორც ერთ-ერთი ლამაზი და რაღაცა, ესე იგი მოკრიბა კაცმა კრემ დე ლა კრემ, ესე ახალგაზრდები, რომლებსაც სიმღერაც შეუძლია, ცეკვაც შეუძლია, გაბედულები არიან, ესეთი არიან. გვამეცადინებდნენ რაღაცა ვარჯიშები, აერობიკა, მე რაღაცა საუნებში დავდიოდით, რომ შევეჩვიოთ რაღაცა ძვირფას ცხოვრებას თუ რაღაცა. იქ რო ვინმეს კამერა ქონოდა, რა რეალიც გადაიღებდა. მაგარი სად იყო კამერა კი არა. ხო და მოკლედ ამ გემზე ერთი ფოტოგრაფი დამზადს ფოტოებს იღებს და მე მოვიდა ჩემთან ცნობილი რეჟისორი რუსი ლენინგრადიდან, რომელიც არის ავტორი ფილმისა ზამთრის ალუბალი, ზიმნია ვიშნია, მასლენიკოვი. ხო და მასლენიკოვი მოვიდა და მე თქვენ გაკვირდებით, მე ფილმს ვიღებ და მე მინდა თავარ როლში მოგიწვიოთ. ვაუ, ტელეფონი სად იყო მობილური ტელეფონის ნომერი მივეცი სახლის. გადის რამოდენიმე ხანი, მირეკამინო, ჩამოფრინდით ლენინგრადი იყო მაშინ, ჩამოფრინდით ლენინგრადში, თქვენ უნდა გაგიაროთ სინჯები. ეხა თეატრალურ ინსტიტუტში რომ სწავლობდი და კი უყვარდი მიშა თუმანიშვილს და გიждდებოდა ჩემზე და მე და ეკა კახიანი რომ წაგვიყვანა თეატრში, მოგცეს როლი ორივეს ერთად. რაღაცა ნატაძრალი იყო ეგეთი სპექტაკლი და რატომღაც ნატრაწალს ეძახდნენ, არ ვიცი რატო. და მეორე კიდე რაღაცა სპექტაკლი იყო და დავდივართ ამ გაუთავებელ რაღაცა რეპეტიციებზე, რაღაცა ტრეინინგებზე, იმაზე, ამაზე და უცებ ეგეთი შესაძლებლობა მომეცა თან კარგად იხდიან. ხო და მაშინ 17,000 მანეთი გადაიხადეს, ეს ძალიან დიდი ფული იყო, რას ლაპარაკობ. რა მოგივიდოდა, რა სიყიდიდი? ბინას. კაი ბინას, მაგრამ მე რა ბინის ყიდველი ვიყავი, ყველაფერი შმოტკებში წავიდა. აი ტანსაცმელში ხარჯავდი ფულს გიჟივით. ნუ ხა ოჯახი არ მიშლიდა და რა ჩემ ფული იყო. ხო და ოჯახი შენახვა არ მჭირდებოდა ყოველ შემთხვევაში. ხო და წავედი, გავიარე ძალიან რთული ეგრეთ წოდებული პრობები სინჯები და დამამტკიცეს როლზე. ეხლა რო ჩამოვედი, ეხო წასული ვიყავი და დამიბარა თეატრში მივედი, იყო მთელი დასი, დარბაზში ისხდნენ, მე შევედი და ბატონმა მიშა მითხრა შენ იმის გამო რომ დაუკითხავად წახვედი გადაღებებზე ლენინგრადში გაგდებული ხარ თეატრიდან. ნუ ნახევარ თეატრს რა თქმა უნდა გაუხარდა, ჭკუაზე არ იყო, ნუ მე ძალიან მეწყინა. წადი ეხლა შენ აქედან მითხრა და აი ესე გამომაგდო. ნუ რა ვქნათ გამომაგდო. დიდად ეხლა მე თეატრის მტვერით დაავადებული ადამიანი არ ვარ. ეხა კინოშიც რო გითხრა, აი მე უფრო ვარ ჩემი თავის რაღაცა პერსონალიტი, მსახიობი, რომელიც აი ვატრაკებ და მიხარია, რასაც ქვია რა და აი მე უფრო ტელევიზია, ტელეწამყვანობა ესა უფრო ჩემია რა. აი ფესვების ის ლეგენდარული ეპიზოდი დარჩა მეხსიერებაში მაყურებლის და ეს ისტორია ვიცით როგორ მოხვდი და ასე შემდეგ ვიცით, მაგრამ სხვა რამე მინდა კითხო, ხო როგორი პატარა ეპიზოდია, მაგრამ აი მე მაქვს აქ რველი ეს თუ არ გეცნო ჯერ ყდა მისი სადაც გაქვს დამუშავებული მთელი ეს ეპიზოდი, ანუ იქ ხო დიალოგია, პატარა დიალოგი სოსო ჯაჭვლიანთან, მაგრამ იეს უწერია, ესე იგი პრეისტორია, რომ სანამ ეს დიალოგი გაიმართება, რა ხდებოდა, რომ ბოლო მატარებლით ჩამოვიდა ლიონში, საშინელი წვიმაასაც წავიდე, ფული აღარ მაქვს. და მთელი ეს ამბავი, რომ ეს გჭირდებოდა შენი გაგეაზრებინა, ხო? ამას გვასწავლიდა ბატონი მიშა. ბატონი მიშა გვეუბნებოდა, რომ როდესაც შენ თამაშობ, შენ უნდა იცოდე, ამოწერილი უნდა გქონდეს, რას ამბობენ სხვები შენზე, რას ამბობ შენ სხვებზე და რას ამბობ შენ საკუთარ თავზე. ეს აუცილებელია. ამის მერე ჩვენ უკვე გავდივართ სანამ შენ ამ სცენაში მოხვდებოდი, რა გამოიარე, რომ ეს შლეიფად მოყვებოდეს.
ეხლა ჰოლივუდში ამას სახებები არ წერენ, ამას ატრეინინგებენ პერსონალური კოუჩები ყავთ, ხო? ეხლა ამდენის დრო არ არის რომ სახეობა წეროს, თქვა, ამას კოუჩები აკეთებენ, რომ შენ ბოლო ფული გაქვს, ისა გაქვს, იმიტომ რომ ეს უნდა ჩანდეს, რომ ბოლო ფული გაქვს, ეს უნდა ჩანდეს, რომ ღამის მატარებული ჩამწოდა შეშინებული ხარ, აი ეს ყველაფერი თუ კაი მსახიობი ხარ, უნდა შრეებში გამოჩნდეს და არა ესე არ უნდა მოახდინო ამის პირდაპირ ჩვენება და ხო და აი როგორი პატარა ეპიზოდია და რამხელა დაფიქრება და გააზრება დგას ამის უკან ესეც ამ ქალბატონზე რომელიც ამბობს რომ არა ვარო მე მსახიობია ბევრს მეტყველებს სიმართლე გითხრათ ცოტა ბევრს ხვანცალებ ეხა რომ ვუყურებ და არ მომწონს რომ უფრო უნდა მე აი ჯერ კიდევ ლენინგრადში მეუბნებოდა ის რეჟისორი რომ ნუ აქიცინებ თავს უფრო ესე დაიჭირე თავი და აი ეს ცოტა ეს რაღაც სულ ესე რომ აკეთებს ეს ჩემი პერსონაჟი ცოტა ნერვებს მიშლის მაგრამ აი მე ყველაზე მეტად გამიხარდა იცი ვისი კომპლიმენტი ბატონი საშასი რომელმაც მითხრა რეხვიაშუმა რომ მე ვნახე ეგ ეპიზოდი და ძალიან მაგრა ითამაშეო და აუ საშამ თუ თქვა მორჩა ეს იყო უდიდესი რეჟისორი და მისი დაფასება და მე მოიწვია კიდეც პატარა ეპიზოდში მომიწვია მაგრამ ვაიმე ეპიზოდს რაღაცა გორშის ჩავედით მე და ნინელი ჭანკვეტაძე ერთ ნომერში ცხოვრობდით მაშინ გორის ინტურისტში და აი რაღაცა არც იმან იცოდა მანქანისტარება არც მე ვიცოდი მანქანისტარება ეს მანქანაზე დასვეს ეს მანქანა იყო ძველი დააჭირა მე მგონი ესე იგი მუხრუჭის ნაცვლად გას წავიდა გაექანა მანქანა მე დააჭირა ეს მუხრუჭს მე მაგის ფეხს დავაჭირე ფეხი კი ნაღავ გადაუხლიჭე ნუ მოკლედ დიდი ამბები მე რა მგონია იცი აი ამერიკიდან რომ დაბრუნდი იმიტომ აიცრუე გული კინოზე რომ იქ რო ნახე რომ რა სისტემით როგორ მუშაობენ და რაღაც აი აქ ჩამოსულზე უკვე 90-იანებ გამოვლილ გაჭირვებულ ქართულ კინოში აი არის ეხა სწორი რასაც გეუბნები იცი რა თლად სწორი არ არის მაგრამ იმ პერიოდში როდესაც მე ამერიკიდან ჩამოვედი მე ეგრევე ტელევიზიაში მივედი და დავიწყე ტელევიზიაში ჩემი მშვენიერი ლედის გაკეთება მაშინ რო გითხრა რომ ბევრი შემოთავაზებები მქონდა ფილმიდან არა და თუ მქონდა ყველას ეგონა რომ მე რაღაცა ძალიან დიდ თანხას მოვითხოვდი თუმცა მე მახსოვს ჩემი ცოლის დაქალებშიც ვთხოვეს გადაღება და მე ვთხოვე მე დიდი თანხა მინდა სხვადასხვა მე ძილის წინ იყო ეგეთი სერიალი პირველ არხზე იქ ვთამაშობდი და საკმაოდ დიდ თანხას მიხდიდნენ კვირაში ორჯერ ყოფილიყავი და მე მომივიდა ხმები რომ ერთ-ერთმა წამყვარმა მსახიობმა მამაკაცმა ესე დარბა ისელმა და იჩივლა პროდიუსერს და რატო უხდით ამდენს ფარულავას ვა ეს არ გამიგია აბა და ეს იყო ამერიკიდან ეს შლეიფი რო აი იქიდან დაბრუნებული ხო რაღაცა შლეიფი იყო რა შლეიფი ეს იყო რა ვიცი მაშინ ცოტა ნუ მიკროდა თავში რა კაი ჰოლივუდის თემაზე ერთ ნაწილში შევეხები ეს არის შინდლერის სია ლეგენდარული ფილმი მაგრამ მე მინდა კითხო იმ ტრამვაზე როცა ამ ფილმში ვერ მოხვდი და ფილმი გამოვიდა მიიღო ამდენი ოსკარი იქცა საკულტო ნაწარმოება და შენი მდგომარეობა ჩემი მდგომარეობა რომ დამიწუნეს იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ვიყავი დამიწუნეს იმიტომ რომ ძალიან ეთნიკურად გამოვიყურებდი დამიწუნეს იმიტომ რომ არ ვგავდი პოლონელ ებრაელს აი მითხარი ეხა ხო აი რა არის ეს რა იყო მაგრამ სწორი იყო რეჟისორი მე იმ როლს არ მოუხდებოდი ნამდვილად იმიტომ რომ ეს გოგო იყო გატანჯული მე ვასხივებდი და ბაბაიაგას ხوار დაუყენებდნენ იმ საწოდა ამ გერმანელ იმას რა ქვია ვინ იყო გერმანელის თავარგმირის ხო ბაბაიაგას ხوار დაიყენებდა მოსამსახურეთ ხო ეს უნდა ყოფილიყო დაჩაგრული ხა რაც უნდა მე მეთამაშა ამას რას უზავ და მე მგონი ფოტოებიც გვაქვს იმ სინჯების არა ნუ რაღაცა ფოტოები გვაქვს გადასარევი მაგრამ ნუ ეხა იქ სცენა იყო როდესაც ის რომელიც სინჯში მე გავიარე ის რომ ახლოს მოდის ეს კანკალებს თუ რაღაცა და მოკლედ გამანებით არ აუ და მე ამოვქექე ვიდეო სხვათა შორის ჰოლივუდურ ერთ-ერთ მცირე ბიუჯეტიან ფილმში აი სა ღვთისმშობელს თამაშო ვაიმე ხო ეს იყო კომედია ღვთისმშობელს კი არ თამაშობ ამ ფილმს იღებს ორი ძმა ჰოლივუდში გესმის და ფილმს იღებენ იმაზე ქრისტეს ცხოვრებაზე და ფული არ აქვს და დადიან ამ თავის ებრაელ ნათესავებში და ფულს აგროვებენ და ის ეუბნება რომ ბიჭო მე სოსისების ქარხანა მაქვს თუ
რაღაცა და გამიპიარეო და მოსე შემოდის სოსისებით. და რაღაცა ისეთი. ანუ არის ეგეთი კომედია. კომედია იყო, ხო და მე ამირჩიეს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი, ესეთი ღვთაებრივი გარეგნობის. და კაცსაც ნახავს მაყურებელი, ხო? Slate it, Mary. Okay, Wiseman, this is you've come a long way for this. This is a big night. And action. And what have you brought, O wise men of Jerusalem? And what have you brought, O wise men of Jerusalem? ეგ მოუწედი სიტყვა იყო. ბრავო, ძალიან მაგარია. მაგარია. მაგარი ეს იყო. ტექსტი. მაგრამ გავერთე. მე მეცაც გეტყვი, მე კიდე გადაღებული ვარ საენტოლოგიის რეკლამაში. ოიმე, ეს ხოც რა სექტა იქ ჰოლივუდში. ეს არის სერიოზული სექტა, სადაც შედის ჯონ ტრავოლტა, ტომ კრუზი, ნიკოლ კიდმენი, ესენი, ну ძალიან დიდი სექტა, ეს არის Church of Scientology, ფრედ ჰაბარდი იყო ეგეთი, ну ძალიან ჭკვიანი ფსიქოლოგი დაარსა და მოკლედ როგორი სიტუაცია ხარ, რამდენი ადამიანია, ხო ვთქვათ რაღაცა უგზო-უკლოდ მიეხეტება ცხოვრებაში, ოჯახიდან არ აქვს არანაირი მხარდაჭერა და ესენი მიდიანი იქ ცხოვრობენ იქ ის ხდება მათი ოჯახი და ამათ რესურსებს იყენებენ და ეხა მე რატომღაც გავდი ცოტა ესე იგი აღმოსავლური გარეგნობა მქონდა და Middle Eastern look ვითომ მაცუეს აბაია თუ რაღაცა და ესენი მიჭირავს რა ქვია კასტილები და ვითომ აი ამ საენტოლოგიას ქონდა რაღაცა სპეციალური მეთოდი, რაღაცა თერაპია, რომელიც ბლოკებს ხსნიდა და ვითომ ეს ჩამიტარეს და მე ვდგები და კასტილებს ვაგდებ და მივდივარ ესე. მახსოვს $1000 გადამიხადეს ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ მაგრამ ეს ტყუილი იყო რა და ეს რეკლამაში მოვხვდი Scientology რეკლამა ეს ვაფშე ძალიან საზღარი ორგანიზაცია საშიში აი ხა მაგე ტომ კრუზის ნახევარი ქონება მაგათ ეკუთვნის და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი შედის ამაში რომ გონიათ რომ ჰოლივუდში გზას გაიკვალა ეს მე მგონი არაფერი არ გეხმარება იქ ესე თუ მამა შენი არ არის ბენზინის მაგნატი და სალმა ჰაიეკი თუ არ ახარა ეს რაღაცა რაც მოყვება შენი ქვეყნიდან ალბათ უნდა იყო ძალიან დიდარი ოჯახი ქვეყანა ძალიან უნდა იყო ან ებრაელი ან იტალიელი ქვეყანა გეხმარება აი შენი ქვეყნიდან უკვე ცოტა პატარა ვარსკვლავი თუ ხარ და აქ პატარა ის აი მაგალითად ჯულიეტ ბინოშები და ეს ჯულიან არმონდები ხო აი ამათ ყველას დაეხმარა ну ცოტა ლაკიც უნდა იყო რა თქმა უნდა და right people right time სწორი ხალხი სწორ დროს ძალიან საინტერესო. ია, რა მინდა კიდე ერთი კითხო. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავიღეთ სიუჟეტი ფესვების გადაღების ადგილას მივედით. კი, მივედით. იქ რო სანამ დავიწყებთ გადაღებას, შენ მითხარი რომ აქვე არისო ქუჩაო, სადაც მე დავიბადეო და ჩვენ ჩამოვედით ჯანაში. ხო, მამა დაიბადა. მამა დაიბადა ჯანაში არა, ეგ არის ჭონქაძის ქუჩა. ჭონქაძის ქუჩა, სადაც იქ ირანის საელჩო. ხო, ირანის საელჩოსთან. და მახსოვს აი იქ რო შევიხედეთ ჩვენ და იქ ათვალიერებდი ამ სახლებს, ამ ეზოს და იქ რო გამოვედით აი თვალები გაგიხდა სულ სხვანაირი. აი თითქოს რაღაცა შეიცვალე. ხო, გამიხსენდა ბავშვობა. სხვათა შორის მაგეზოში დაიბადა ნინო ჩხეიძეს მამაც. მეზობლები. მეზობლები გია, ხო კი ბატონო, გია და ია დაძმანი მახსოვს, თინა დედა. ხო და თუ არსები შეიძლება თვითონ ნინოც მან დაიბადა. ძალიან კაიო ესეთი იტალიური ეზოა დღეს რო შევიხედები აი რო სუმესიზმრება და ხო იცი რომ გესიზმრება ეს ბავშვობის დროინდელი ადგილები და რო შევიხედე და აი სიზმარში ვიყავი თითქოს და იმიტომ თვალები ამი ჩუხჩუხდა თორე მე გავიზარდე და დავიბადე და გავიზარდე ჯანაშიას ქუჩაზე და ხშირად მინდა ხომ იმ ქუჩაზე შევიდეთ 13 ნომერში მაგრამ დაკეტილი არის კარი ესე იგი ჭიშკარს აქვს რაღაცა კოდი და ვერაფრით ვერ შევიდე ხო და უთხარით ის კოდი ქალბა გაატარა ბავშვობა და კოდი მოხსენით ხო და კიდე მინდა კითხვა არის ისეთი ფილმი რომელიც უკვე ყველას უყვარს ამ დროის მანძილზე და შენ არ გიყვარს აი ხო არის რაღაცა საკულტო ფილმები ხო ჩვენთან მაგალითად ძალიან იყო შემოსული ამ 90-იან წლებში ერთხელ ამერიკაში ой მე როგორ არ მიყვარს აი მე არ მიყვარს მიფრინავენ წეროები რატომღაც კალატოზოვის არ ვიცი ძალიან სევდიანი ფილმია ჩემთვის არ მიყვარს მაგდანას ლურჯა ძალიან სევდიანია ეს არ მეგონი ბავშვობის გავლენა ბავშვობაში რომ უყურებდი რა ემოცია ნუ ოთარამ მკრივზე ხო ლაპარაკი ზედმეტია აი საერთოდ ის სახეზე ეს გაქვეებული სახით რომ მოდის ბერიკო ანჭაპარიძე აი საოცარი სახე მაშინებს
რა ვიცი, ხა ესეთი ფილმი ვერ ვიხსენებ, რა ყველას უყვარს და მე არ მიყვარს, ვერ ვიხსენებ დიდად, ისე არც დავფიქრებულ ვარ მაგაზე. და პირველი კინო რომელმაც აი ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შენზე, ბავშვობაში რომ ნახევ თქვათ და ნუ საბავშვო ფილმები რა თქმა უნდა, აი სამი კაკალი კონკიასთვის გიждდებოდი მაგ ფილმზე, რამდენჯერ მაგ ნანახი, ეს ჩეხური ფილმი როა. საიდან იცი? ვიცი და ეს იყო საბჭოთა გაქირავების ლიდერი. კი. მე ძალიან მიყვარდა კინო ბავშვობიდან და საიდან ეხლა ნახე მე რომ ესე კინო რატომ მიყვარდა და კინოში მოხვედრა რატომ მინდოდა. ეს იყო ჩემი ბავშვობის რაღაცა პატარა ოცნება და ყველანი ბავშვობიდან მოდივართ. მე ვისვენებდი ბებიასთან ერთად წყნეთში. და წყნეთში ჩვენი სახლის იქით ერთი ცოტა ნაბიჯები უნდა გადაგეულ, ბევრი არა, 100 მეტრიც არ იქნებოდა, იყო კინომაია, კინოთეატრი მაია, ეხლა არის იქ ნიკორა. ამ კინოთეატრ მაიაში ყოველ დღე მოდიოდა ახალი ფილმები და 2 საათზე იდებოდა აფიშა. რა ფილმი შემოვა. და მე რა თქმა უნდა 2 საათზე უკვე იქ უნდა ყოფილიყავი, აფიშაზე მენახა რა ფილმია. ფული მქონდა ბებია მაძლევდა და პლუს კიდე ლოტოს ვეთამაშებოდი მოხუცებს და ბებია ჩემის სანათესაოს და სულ ვიგებდი. ხო და ესე იგი 3 მანეთი სულ მქონდა და 50 თეთრი ღირდა ფილმი. მარტო დავდიოდი კინოში და არ დაგავიწყდი, იქვე იყო, ხო? უნდა გამოპრანჭულიყავი დღის ტანსაცმელით არა და ისე წავსულიყავი მარტო კინოში ღმერთო ჩემო. იმდენი ბიჭები 7-8 წლისო, იმდენი ბიჭები იზილებიან ისე, მაგრამ მე ბავშვი რომელიც მარტო დავდიოდი საბავშვო ბაღში. კიბეზე ავდიოდი, შემოვხედავდი, შევიდა მორჩა. ხო და ეს დამოუკიდებლობის შეგრძნება მაქვს რაღაცა საოცარი და აი იქ შემოდიოდა ფილმები, ვაიმე, გრაფ მონტე კრისტო, თეთრი ვარდები ჩემ შავ დას, ზიტა და გიტა. ვაიმე, კიდე რა გითხრა, ორნი ქალაქში, ხო, აი არიცით. ფრანგულ კინოსაც მაქედან ეზია. ვაიმე, მაქედან ვეზიარე და აი ამ ფოიეში ამ ქართველი ვარსკვლავების ფოტოები, ოთარ კობერიძე, ლიანა ელიავა, ლეილა აბაშიძე ისე და აუ მეც მინდა რომ ვიყო ესეთი ვარსკვლავი მეც მინდა და ეგრე აგიხდეს ყველაფერი, ვარსკვლავი შეება არა, მაგრამ არც ნაკლები გამოვედი. ნამდვილად გამოხველი და აი იმ წლების 80-იანების ერთ-ერთ ჟურნალში მახსოვს იაზე არის რეცენზია და იქ წერია რომ ესეთი ძარღვიანი სიცილი ქართულ კინოში სხვა არც ერთ ქალმსახიობს არ ქონია. მადლობა რომ ესე თქვენ რომ მანამდე ყველა ამობდა რომ ცხენივით ცინის. აი, და გაკომპლექსებდნენ. მაკომპლექსებდნენ, ეხა მე მოგიყვები ამბავს, ფილმი რო გადავიღეთ, აი ეს მეორე ფილმი, გუგული მგელაძის, რომ გავრბივარ. ხო, სანაპიროზე რო გარბიხარ. ხო? დავპატიჟე ბიჭი, რომელსაც ვეპრანჭები. არ მინდა სახელი და გვარი თქვა, აღარ არის ცოცხალი რა. და ეს ბიჭი მოვიდა კიდე მეორე ბიჭთან ერთად, რომელიც აღარ არის ისეც ეხლა ხან გარდაიცვალა. და მე რაღაცა ჭკუაზე არა ვარ, დავპატიჟე ესენი ნახეს ფილმი და ეხა გამოვედი და ეს მეუნება ერთი ვისაც ვეპრანჭები. რა იყო რა ცხენივი დარბოდიო. ანუ მე ქალმაო ჯერო ქუსლი უნდა დადოს და მერე წერია. აი, რეც დაკვირ ბიჭი გოგორო მოწონს და ამას რო აკვირდება. მე მაშინ აი დავიშალე მარტივ მომრავლებად, იმიტომ რომ მე ვერ წარმომედგინა რომ ეხა ეს ბიჭი მაგრამ აი ესე მოხდა. ხო და მე ისე დავკომპლექსდი. მაგრამ სხვისი აზრი მოქმედებდა, ხო? აი ეგეთ რაღაცები ხარ. ხო. ეს წლების განმავლობაში მოდის რომ აღარ მოქმედებს, რომ ეს უკვე ბლოგს აკეთებ. ეს წლებს მოაქვს და მახსოვს შენი ფრაზაც რომ მე ყველაზე ლამაზი როცა ვიყავი აი 27-29 წლის, მაშინ ყველაზე ნაკლებად მეგონა ვარ. რა თქმა უნდა, აბა, რა სამწუხაროა, ხო? აი სილამაზე რაც შენ მოგცა ღმერთმა და შენ ყველა დროში ითვლებოდი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოდ, მერე ლამაზ ქალად და ასე გრძელდება ეს თავგადასავალი. იყო ტვირთი, იმიტომ რომ ამბობენ რომ აი ადამიანის სამ რაღაცას ვერ უძლებსო ხშირ შემთხვევაში. ეს არის ძალიან დიდი სილამაზე რაც მას აქვს, ეს არის გავლენა, აი უცებრო ხდები ძალიან გავლენიანი და ეს არის ფინანსებიო, რომ აი უცებრო დაგეცემა რაღაცა ძალიან დიდი ფული, იქ ვლინდება შენი ყველა დემონი. ჯერ ეგენი არ ვიცი. დიდი ფული არ დამცემია და არც მინდა, იმიტომ რომ დიდად არ ვიცი, ფული ენერგია არის და საჭირო ენერგია, მაგრამ
ძალიან დამანგრეველია. ხო, არა ხა შენ მატერიალისტი, აი ხო ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ ვთქვათ არა ვარ. არ ხარ. ეხა განსაკუთრებით აღარა ვარ. სილამაზე ეს ძალიან დიდი საჩუქარია ღმერთისა, მაგრამ თუ ამ სილამაზეს შენ ვერ გაუფრთხილდი, ძალიან ძნელია და როგორც აი გამსახურდი ამბობს კონსტანტინე რო ხშირათო, აიო, უღირსი დაეპატრონებაო სილამაზესო, ხო, იმიტომ რომ ბევრი ვერ ბედავს, ვერ შემოგბედავს, ესეთი ლამაზი ადამიანი რო არის, ხო, ვთქვათ, ძალიან ბევრ ღირსეულსაც დაკარგავ იმის გამო, რომ ეს ლამაზი. ეხლა მე მაგალითად ლამაზი ქალი მუდამ არის ნადირობის ხერპლი. ყველა ნადირობს, დიდი, პატარა, ისეთი, ყველას უნდა რაღაცა და ნუ ესე და ეს ნადირობა ძალიან დიდი გამოცდა არის, ამიტომ გვერდზე გჭირდება ძალიან ძლიერი მშობელი, ძმა, ქმარი, აი ესეთი ინსტიტუცია, რომელიც დაგიცავს, ვინც ვერ დაიცვა, ძალიან ბევრია ესე წავიდა ხელიდან ვთქვათ, ხო, ლამაზი, ბევრი დაიცვეს და კარგიც არის. ეხლა სილამაზეს რო ამბობ, ჩემთვის სილამაზის ეტალონი, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არა ვარ, მე ეშხიანს უფრო მეძახდნენ. აი ლიკა მაგალითად, ეს იყო ჩემთვის, აი მართლა მე ლიკაზე ვიყავი პატარობისას შეყვარებული, იმიტომ რომ მოგეხსენება არა მარტო სავეტსკი ეკრანს ვაგროვებდი ჟურნალს, არამედ ახალ ფილმებსაც. ქართული გამოცემა. ქართული ლიკა იქ, ლიკა აქ. ესე იგი ბავშვობიდან ლიკა და კონსერვატორიაში სწავლობდა და ნუ მე დავსდებდი უკან ამ ლიკას და მინდოდა გამეცნო რაღაცა და მე კიდევაც გავიცანი რა თქმა უნდა და ჩვენ რაღაც ფილმებზე ერთად გქონდა სინჯები აი ამ უფლის ანგელოზებზე. აი ლიკა ჩემთვის იყო ეტალონი და მინდოდა რომ ლიკა სულ ამაზე დარჩენილიყო. და სხვათა შორის ამას წინათ მე გავიკეთე ponytail lifting-ი ქვია, ეს არის ენდოსკოპიური ლიფტინგი. აი სახის ზედა ნაწილის ახალგაზრდობა და ოპერაციის წინა დღეს დავდე ლიკას პატარა კოლაჟი ინსტაგრამზე და ეს ერთგვარი ჩემთვის იყო ესეთი სიმბოლო რომ აი ლიკა ვთქვათ ლამაზი იყო ყველაფერი, მაგრამ ბოლოსკენ უკვე იმის უხსახსრობის გამო თუ რაღაცის გამო ისე ვერ აქცევდა თქვა თავის გარეგნობას ყურადღებას და მე არა მაქვს ამის უფლება რომ მე ხალხს რახან უნდა რომ ია იყოს ლამაზი, რომ მე უნდა შევინარჩუნო ეს სილამაზე და ეს ოპერაცია ფაქტიურად მიუძღვენი ლიკას, რომ მე უნდა გავაგრძელო ეს პატარა ესტაფეტა. ძალიან მაგარია რომ მიხდი ხო აი ძალიან ისეთი თემაა რა. ია, აი ეს ამულეტები, რომელსაც შენ ამზადებ და ხდება საგიჟეთი ამის შესახებ. მე ვიცი რომ პირველი ამულეტი, რომელსაც შენ სუატარებ, შენ დაამზადე, აი სამარხიდან ამოღებული, აი ეს მითხარი როგორი ამბავი გაქვს. ეს ეხლა გინდა დამიჭირონ? არ მინდა ვთქვა, აი ეს ამულეტი არის. ეხლა ეს აქ არის ორი ანტიკური ქვა და აი ეს არის რიტუალური სამარხიდან ამოღებული მეორე საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე ქალაქს არ ვიტყვი. იგავრი მუზეუმი არ მოედავს. შენ ჭირბე თავის. ეს დანარჩენი კიდე ნაყიდია ლუქსორის ტერიტორიაზე 1975 წელს და არის სხვადასხვა ქვებისგან ის შექმნილი და როდესაც ეს ამულეტი მეკეთა, ეს არის სამარხებში ადგავდნენ, ატანდნენ მონადირეებს დათვის ბჭყალს იმის გამო, ამის გამო, მოხდა ჩემთან ესეთი სიტუაცია, მოხდა ჩემთან ეს, არ მიყიდია მაჩუქეს. სხვათა შორის ერთხელ იყო მცდელობა, რომ ერთმა ქალმა ძალით წამართვა და მივეცი. ის ძალიან გრძნეული კუდიანი ქალი იყო, მივეცი, მაგრამ მე მივხვდი რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და ერთი ტიპი გაუგზავნე დამიბრუნოს მეთქი. მე ვერც კი შევბედე, იმსე ვყავდი დათრეული ფსიქოლოგიურად, ეს რომ დაინახა ეს მოუნდა. ნუ მოკლედ, მიკეთია ეს ჩემი ამულეტი და ვიღაცა მოგწონს და ვიფიქრე კაცო და გამოვიწერე რაღაცა იმიტაცია ბჭყალები და ვაკეთებდი ამ ამულეტეს, მე მომინდა რაღაც უფრო დამცავი ქვა ჩამედო, შეგინ დავიწყე რაღაცების კეთება და მე რაღაცნაირად მივედი ჩემი ტექნიკით, ჩემი ცოდნით, ეზოთერული ცოდნებით, იმითი, ამითი, აი ამ ქვამდე, რომელსაც ვამზადებ 4 ელემენტით, ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა, რომელიც ძალიან ძლიერია და ძალიან ძლიერ ენერგიას გამოცემს, ავაგე ეს ამულეტები და ასე, მაჩუქებ, ბევრს ჩუქრინდი, მაგრამ კიდევაც რატომაც არა. და ადამიანები წერენ, რომ ეხა ის კი არა რომ მე ვიჯდე ესე ფეხი-ფეხზე გადადებული და ამულეტი გავიკეთო, მაგრამ აი რაღაცა თემა ვთქვათ, უნდა იყიდოს ადამიანმა სახლი და ეს თემა არ იძურება, არ იძურის ადგილი და
შეიძლება ერთ კვირაში ამ ამულეტის გაკეთებიდან მოწერონ იას რომ აი ვაიმე ხა დამესევიან არ მინდა გამონებე თავი იმიტომ რომ წამბე აი ხა სახში უნდა წავიდე და 10 ამულეტი მან გასაკეთებელი უკვე ძალიან ბევრი შეკვეთები შემოდის და ამას რო აკეთებ თან ფიქრობ თან ენერგიას ტრანსში ვარ განსაკუთრებით ტრანსში ვარ როცა წერ აი ბარათს ეს ამულეტი ეს ქვა დარაჩენი დეკორაცია და სილამაზისთვის არის და მაგიური შესახედავია არის ერთგვარი სიხშირის გადამწყობი პატარა device აპარატი ასე ვთქვათ რომელიც შესიხშირე ვიბრაციას რომელიც ყოველდღიურ მეში დაბალ მეში იმყოფება აწიოს უმაღლეს მეში რათა ის დაემთხვეს კვანტურ განზომილებაში შენთვის დარეგისტრირებულ ბევრი ვარიანტებია წარმატებისა და ბედნიერების არხს. ეხლა ვიღაცამ ჩაიფიქრა ზოგი აუ არ იმუშავა რაღაცა სურვილი ჩაიფიქრა. ბიჭო, სურვილი კი არა მიენდე სამყაროს იქნება შენ იმ სურვილის იქით კიდე რაღაცა გაქვს. ძალიან კარგად მუშაობს გამოცდაზე. სულ ლიწილიწილი დაბარება. არა, ოდნა მოემზადეთ მაინც. ხო, თლადამის იმედნა. მაგრამ ქალმა ჩააბარა ურთულესი 3 გამოცდა ავსტრიაში. ურთულესი და თან ერთს საერთოდ არ მოემზადა. აი ამულეტმა სულ ლიწილ-ლიწილი ვიბრაციის შეცვლა დალაგება პირადი ამბების იმისი სამსახურები ნუ არ ვიცი ძალიან ბევრი მიდის ემიგრაციაში ძიმე ყოფა აქვს ჩვენ ქალებს ძალიან დიდი ჭაპანს წევენ და აი რომ ვიბრაცია გამოუსწორდეს ახლა იცი რა ვეუბნები ფულს ნუ ჩაუთქვავთ ეს ფული კი ენერგია მაგრამ შენი ვიბრაცია შეიცვალოს ხო ეს ხო იმაზე უფრო კარგი კაცო რამდენი ვიცით ფულიანია და ვიბრაცია უკაცრავა და ქაქში აქვს რამდენი გინდა ძალიან ბევრი უამრავი ვიცი მე რომ ვერ კმაყოფილდება ამ ჩუსტით ამ ჩანტით ამ ზედა ბლუსკით თუ ამ იუბკით ვერ ყიდულობს და ვერ კმაყოფილდება ვიბრაცია დანგრეული რა თქმა ეგრე კაცო ხახო ახალ ცნობიერებაში გადავდივართ ეხა მე არ მჯერა ეს სერნის პორტალის ჩაკეტვა გახსნის თემები მაგალითად ხო მაგრამ 5D ცნობიერებაში გადავდივართ უკვე აგერ უკვე პირდაპირ უკვე გახსნავთ ლაპარაკობთ უცხო პლანეტელ ვიზიტორებზე იმებზე ამებზე უკვე კონგრესი ამაზე საუბრობს ამერიკის და უკვე ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია რა ფულის მონობა გაგვიხდა კაცო რა სირცხვილია ია აი ეს ამ დინებაში შენი ყოფნა და ის რომ გინდა რომ სხვებიც გადაიყვანო ხო ამას აქ რამდენიმე წყარო ერთ-ერთი არის ჩემი დაკვირვებით ამდენი წელია გიცნობ შენ ხარ ძალიან ორგანიზებული შენს ყოველდღიურობაში აი იას აქვს გაკეთებული ესეთი სქემა ესე დახაზული რომ რას აკეთებს მეგობარმაც რო უნდა ნახოს იმ მეგობარს ეუბნება რომ აი 3 დღით ადრე მითხარი ხო ეს ხო არის უმარტივესი რაც ადამიანმა შეიძლება გაითვალისწინოს. ეს ამას მოქვს დღის ბოლოს ბედნიერება, რომ აპლიუსებ, რომ რა მაქვს გასაკეთებელი. არა, ვიღაცისთვის ალაგებს ამას. ქართული ბუნებისთვის ეს შეუძლებელი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ესე არა ვართ. ეს ამერიკამ მოგცა? ეს უფრო ამერიკამ და მე მინდა ვიცოდე დღის განმავლობაში რას ვაკეთებ, რომ ქაოტურად არ ვიყო. არ მიყვარს ეს სპონტანური რაღაცები. მინდა ვიცოდე და ეხლა ეს არის, ეხლა ეს არის. არ ნუ ესე ვარ რა ვიცი. ვინაიდან კინო პოდკასტი გვაქვს და ფილმებზეც საუბრობთ გადამწყვეტად, ხო? რა რჩევას მიცემდი ბოლოს რა ნახე კარგი? შენ ვიცი რომ Netflix-ის აქტიური მაყურებელი ხარ? ხო, Netflix-ში ძალიან ბევრი კარგი სერიალებია და ეხა Fauda-ს უყურებ, იმიტომ რომ მომწონს Fauda, იმიტომ რომ როცა ვარჯიშობ, ხო, ეს ტრენაჟორზე რომ დავდივარ, სარბებილიგზე, მინდა რომ რაღაცას უყურო ძალიან ისე. ნუ მე ძალიან მიყვარს Black Mirror-ი, მაგალითად, ეს კარგი სერიალებია მართლა რაღაცა მომავალში გვახედებს ეგეთი პანჯარა არის. ისეთი ფილმები, ეხლა ნახე სპილბერგის ფილმი, დიდად რო გითხრა რომ აღფრთოვანდი მოგატყუებ. ეს ფაბელმანების მე, ეხლა ეს ბოლო რაღაცა disclosure. აი ამ უცხო პლანეტელებთან ვერ ეს არის შედევრი. ამ კაცს შედევრები აქვს გაკეთებული. შენ მირჩია Monsters ეს ძმებზე რო იყო მენენდესებზე. Monsterები ხო და მე დოკუმენტურიც არის და ისიც ნახე, ძალიან საინტერესო იყო. შეიძლება რომ გიხილოთ სადმე კარგ სერიალში, კარგ ფილმში. არა. შანსი არ არის.
შანსი არ არის მე ხა 6 საათზე გავიღვიძო გადაღებისთვის. შანსი არ არის. მაგრამ რო გითხრან რომ შენ გამოშევცვლითო 90-იანებში ფული რო არ იშოვებოდა იას თურმე უფრო მეც უხდიდნენ და რა პრობლემაა რომ გადაღება ხა თუ დანიშნა. კაი სცენარი იქნება და რაღაცა მე ჯერ ამას ვერ ხედავ. მე ვხედავ ჩემ თავს აი მართლა ოსკაროსან ქართულ ფილმში აი როდესაც ვიქნები ცოტა ჭაღარა. რომ ისეთი ცოტა ისეთი უცნაური ქალის როლი რომელიც თან ახალგაზრდა თან ბებერია თან რაღაცა ეს ცოტა ისეთი ჟუტკი აი რაღაც ეგეთი როლი გაიჩიტება ოღონ ჯერ არა ჯერ არა. მე ესე ვხედავ ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ია, შენი მოსმენა, შენთან საუბარი და ის რომ კინოში იქნები თუ არ იქნები, შენ შეძელი რომ აი ამ 45 მე გადავთვალე ხა ისე კი არ ვამბობ. 81 წლიდან რაც პირველად 11 წლის ასაკში ეკრანზე გამოჩდი, მას შემდეგ ხარ მაყურებლის დაკვირვების ქვეშ და ეს იყო ალბათ ძალიან რთული გამოცდა, რომელიც შენ გაიარე და ბავშვებს ბოლო კითხვა, რომელსაც უნდათ პოპულარობა. აი ხო არის რომ პატარა ასაკიდან ძალიან უნდათ. იმათ ერთი რჩევა მიეც. საკუთარ თავზე მუშაობა, დისციპლინა პირველ რიგში. და ზაკ, მე გეტყვი. შენ ჩაიბარე ჩემი არქივი. აი ეს როულიც იქიდან არის. კი. შენ ხარ ჩემი მემატიანე. და ზუსტად შენ უნდა ქნა ის, რომ მე მოვხვდე იმ ფილმში. დავალება მიღებულია. შენ უნდა ქნა, არ ვიცი, პროდიუსერი იქნები, რეჟისორი იქნები, დაფინანსე. თუ რეჟისორს ჩაუკირკიტებ, თუ სცენარის დააწერინე, მე შენი იმედი მაქვს ჩემო ზაკ. რამხელა აღიარება პირველი პოდკასტისთვის. მადლობა, ვინც გვისმენდა და გვიყურებდა ამ დროის მანძილზე. ჩვენი პოდკასტი Lemon Podcast Studio-ში იწერება და უნდა გითხრათ, რომ დაგვიმეგობრდით, ჩვენ ასევე მზად ვართ სპონსორებისთვისაც, ღია ვართ თანამშრომლობისთვის და არაჩვეულებრივ იაფარულავასთან ერთად გემშვიდობებით. მადლობა. ეხლა აქ წვენი ყოფილიყო რომელიმე ფილმის ხოჯობდა. აი. მადლობა. რა იყო ესა?